მარიამ გაბედავას რუბრიკის დრო დადგა, ხო? ჩემოთაკო. როგორია მსახიობის და ტელეწამყვანის კახა მიქიაშვილის სხვანაირი დილა, ნახავთ ახლა და კახას თან მოკითხვა. დილა მშვიდობის და საქართველოს დღეს ჩვენ ვიმყოფებით სტუმრად კახა მიქიაშვილთან. ვნახოთ როგორია მისი დილა. მოგესალმები. როგორ ხარ? კარგი, შე როგორ ხარ? კარგად, მადლობა რომ გმასპინძლობ. ძალიან მიხარია რომ გმასპინძლობ, საერთოდ მიხარია რომ სტუმრად ხარ და მიყვარს სტუმრები. დილა როგორ იწყება? ჩემი დილა უმეტეს შემთხვევაში იწყება ძალიან ადრე. ეს არის ხან 6 საათი, 5-7, იმიტომ ხან ეთერი მაქვს, ხან სხვაგან მივდივარ, ხან მოკლედ სულ ადრე ვდგები და ადრე გავდივარ სახლიდან. და ხარ ისე დილის ადამიანი თუ აძალებ შენ თავს ისე დგები? ზოგადად დილის ადამიანი რომ შეიძლება გამომიმუშავდა ის რომ რავი, რამდენიმე ათწლეული წელი ეს, რამდენიმე ათწლეული ესე ვარ და ხანდახან მქონია შემთხვევა, რომ დილას არ მაქვს საქმე და მოდი გამოვიძინებ, მაგრამ მაინც ადრე მეღვიძება. ხო, ესე იგი. და რო გავიღვიდე და ხა კიდევ ვინებრივ საწოლში ეს ტიპი არ ვდგები. თუ მაქვს თავისუფალი დრო დილას და არ მეჩქარებას, ამას მომიმზადებ სულ ცოტა უფრო ნელა და მე გავალ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, რადგან როგორც გითხარი, სულ ადრე გავდივარ, მე ვარ ძალიან საუზმის ადამიანი. რა დროსაც არ უნდა ვდგებოდე და ხანდახან შეიძლება ვდგებოდე 5-ზე, 6-ზე, 5-ის ნახევარზე, სულ ვიტოვებ იმის დროს, რომ სუბოქად მაინც ვისაუზმო, რომ აი მშიერი არ გავიდე სახლიდან, ეს თვისება მაქვს და კიდე რაღაც ჩემი დილის პროცედურები მაქვს და ამიტომ გათვლილი მაქვს, სად მივდივარ, რა დრო მჭირდება იქამდე რომ მივიდე. მე მეხუმრობდი ჩემ მეგობარო, ჯანმრთელი სიკვდილი გინდა, იმიტომ რომ არ ვეწევი. რა მაგარი. თითქმის არ ვსვამ. მაგრამ ამბობენ რომ ხანდახან კარგი ღვინო კარგია და ნუ შეიძლება ხანდახან მოსვა კარგი ღვინო. არა და შენთან სახლში ჩემობედი თუ არა შევიშლე. უამრავი სასმელი და მიფიქრე რომ ძალიან გიყვარს. შენმა ბრძენმა ოპერატორმა ესეთი სწორი დამთქვა რომ ეს რომ სმელი იყოს ამდენი სასმელი არ იდება გაუხსნელია ხო და სწორია მიხვდა და გეტყვი რატომ. ყველა ამ სასმელს აქვს თავისი ისტორია ისე როგორც ჩემთან რაღაც ნახატებს რაღაც წიგნებს. აი ხა მოგიყვები ამ ჩემს მცირე ნაწილია სხვათაშორის ჩემი კოლექციის. უმეტესობა მე დავიწყე შეგროვება სასმელების მიუხედავად არ სვავდი რაღაცა ვიღაცა მაჩუკა საიდანღაც წამოვიყე და რაღაც თითქოს კავშირები მქონდა. მე დამიგროვდა და აი მაგალითად ნახე სავიბრიო ჩამოსხმა. ილია მეორე 92. ესეც არის პატრიარქთან აი ძირითადად ხარება იყო ხოლმე ღვინო და უწმინდესის ხანდახან საძვალზე შეიძლება დაელია და ესეც საპატრიარქოსგან და მაქვს რამდენიმე აწერია კიდეს თარიღი რომ მაჩუკა პატრიარქმა. ეს გასაგებია ოდრი და ჩარლი გასაგებია რატომაც ამას აქვს საინტერესო ისტორია. მოკლედ პარიზში ვიყავით რაღაც შეხვედრაზე გადაღებაზე პიერი შერთან. ყველას გვახსოვს. ხო. და შენი ამბები. ესეთი წესი ქონია თავისთან სახში, რომ ან თავის პორტრეტს ჩუქნის ხელს და უწერს ხელს და აქ არის ნახე მოდი მოხსნე შეხედო. აი აქ არის ეს კადრი, როცა აი უკან მიწერს ხელს. ნახე? და ძალიან გახარებული რომ წამოვედი ჩემ მეგობარმა მეუბნება რომ ერთი რაღაც უნდა გაგიმხილო. კალამი წამოვიღეო ჩუმათო და ეს კალამი მაჩუკა და ესეთი კოლაჟი გავაკეთე პიერი შერი, როცა თავის პორტრეტზე მიწერს ხოლმე და იგივე კალამი მაქვს მე და ასე. ეგ სერიოზული ეხლა მე ძალიან გამეხარდებოდი პარიზში ამ გადაცემას უყურებდი თუ გიყურეს ბატონი პიერი ბოდიში რომ თქვენი კალამი ჩემთან არის ხო. ეს პირველ ინდოეთს უკავშირდება, ნუ ეს ციგნები უმეტესობა არის ნაჩუქარიან შეძენილი. ეს ამას ახსნა არ ჭირდება და ესე დავდე და ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფოტო უწმინდესი ძალიან ახალგაზრდაა და იღემეს და აი აქაც არის. ეს არის ძალიან საინტერესო ნახატი ნინო ჭაკვეტაძის ერთ-ერთი აუქციონი მიყავდა. ძალიან მიყვარს ნინო ჭაკვეტაძე. ნახე რატოა ჩემთვის რომ მაჩუკეს მე აღმოვაჩინე რატო. მე მყავდა უსაყვარლის ბებია, ვისი იდეითაც ვარ გაჩენილი და მე მყავს ორი უფროსი და გამოვიდა. ბებია, ჩემი დები და მე. მე რა მაგარი, ანუ ძალიან სიმბოლური შემთხვევა. თქვენზე ამბობენ? ძალიან ფიცხი და უხეშია. ყველაზე მეტად გაბედნიერებთ? სითბო, კარგი ამინდი. უფრო რომანტიკოსი ხარ თუ რეალისტი? ერთიც და მეორეც, ანუ ვერ ვიტყვი უფრო რომელი რა. ნუ რეალისტი ვარ უდავოდ, ხანდახან რომანტიკოსიც. კახა, მომიყევი შენს შვილებს და გოგოები, რომლებიც უკვე დიდები არიან. და როგორი მამა ხარ? ნუ ალბათ ძნელია ესე შენ თავზე ისაუბრო და უკეთესი იქნება და შეკითხვა შენი შვილებისთვის თავის, მაგრამ აი შენ როგორ უყურებ შენ თავს გარედან? ანასტასია და თინა, ანასტასია არის 20-ის, თინა ხდება 14-ის. მე ძალიან მისურვებდი რომ ყველა კუთხით უკეთესი მამა ვიყო. ყველა კუთხით. ხო და რა ვიცი, აი მაგალითად უფრო მე დროს უთმობდე, უფრო
შეიძლება უფრო თბილი ვიყო, ზოგადად გამოხატვა ჩემი პრობლემაა ეს ყოველს მიმართ. ვთქვი უფრო მეგობრული ვიყო, მე გამიმართლა ეს მათი დამსახურება და არა ჩემი, რომ თითქმის არ მახსენდება აი ხმა მეწიოს არც განიხილება რაღაცა. ანუ მკაცრი მამა არა ხარ. ვცდილობ რომ არ. თუ მომთხოვნი ხარ. ისინი თვითონ ისე აბალანსებენ ალბათ რომ აი ეს ზღვარი ეს პატივისცემა არის და არ მიწევს მე რაღაც სიმკაცრე თუ რაღაც ეს მათი დამსახურება. უფრო ვცდილობ მეგობრული ვიყო, ძალიან მინდა რომ სულ ეუნები ბავშვებიდან მეუნები ხა დიდები არიან უკვე რთული ამაზე საუბარი რომ აი ყველაფერი მითხარი მოდი ვიმეგობროთ, არაფერს არ მოგერდოს, არ შეგეშინდა შენ მხარეს ვიქნები, ხო, თუ დაგჭირდა რჩევა რაღაცა. როგორ ფიქრობ, აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აი შეიძლება ალბათ უფრო პირადი მაგალითით უნდა ასწავლო შულს და არა რაღაცა ესეთ რჩევა დარიგებებით და დაბოძღვრით. ყველაფერთან ხვდებით ალბათ ნებისმიერ მიმართულებით, ყველაზე დიდი რჩევა, ყველაზე დიდი მაგალითი ეს არის შენი პირადი, რასაც უყურებს, ხო, განსაკუთრებით ბავშვი და შვილი და ოჯახის წევრი ეს არის, ხო, ხა თავარი ალბათ რაც არის, აი აფიქრებინო რა არის სწორი ადამიანობა. ხო ხვდები რომ რაღაც დაჭირებულს უნდა დაეხმარო, არავის მეტი არ უნდა გეგონო შენი თავი. მეკო აპათიო მე. ერთი სიტყვით რო შეგეძლოს შენი თავის დახასიათება როგორ დაახასიათებ? წარმოცი. არ მჯერა? ეგრეა. არ გიყვარს როცა? ატყუები. უფრო ზამთრის ადამიანი ხარ თუ? ო, ზაფხული, სიცხე ყოველთვის და ყველგან. ძალიან ნანობ? რომ ამ ადამიანისგან უფრო ბევრი რამე ვერ ვისწავლე და ვერ გადავიხე მასთან სიახლოვის დროს. ახლა ჩემ რუბრიკას ქვია სხვანაირი დილა. როგორი არის სხვანაირი კახა, რომელსაც მაყურებელი არ იცნობს? ბატონო, ბევრნაირი ვარ მგონი რა. იმიტომ ვთქვი რომ სხვადასხვა საზოგადოებაში, სხვადასხვა სამსახურში, სხვადასხვა სივრცეში, იმიტომ რომ ბევრ სფეროსთან მიწევს შეხება, ყველა თავისნაირს მიცნობს რა, ზოგი ისეთ, ზოგი ასეც. არ მაქვს ესე რაღაც რეცეპტი, რომ ეხა ამასთან ვიქნები ესეთი, იქ ვიქნები ესეთი. ვარ ყველგან ბუნებრივი. სადღაც ესეთი ვარ, სადღაც ისეთი ვარ. ყველაზე მეტად აი გამოგიწევი, არსად არ მეთქოს, მერიდება სადღაც ეკლესიაში რომ მოვიღადო შვილო როგორ მიყვარს არაკაი ბიჭი ხარ და გულში ფიქრობ რომ იცოდეთ რა ცუდი ვარ. მაგას არ მეტყოდით ან ეგროთიაჩი უთრა, მაგას აღარ გეტყვიან. ხო და არ თამაშობ. როგორია სხვანაირი კახა და უფრო ისეთია. სულ ჩემთან ვლაპარაკობ. მართლა. ხო, ჩემთან რაღაც ფიქრები მაგ რაღაცა ეს ვფიქრობ. რამდენი ადამიანმა რაღაცა დამოფიქრა, პირობითად მე რომ მეგონა რომ დაუშვათ ეს აი ალეგორიულად ვიძახი რომ მე რომ მეგონა რომ სადღაც სწორად ვფიცხებოდი. მაგრამ ვიღაცამ რომ მითხრა რომ ერთხელ და ორი დავფიქრდი რომ იქნება მართლა მე ვარ არასწორი და შეიძლება არასწორია ჩემი რეაქციები ან მე რაც სწორი მგონია არ არის სწორი და მოდი ამაზე დაფიქრდე, გარეთ თვალით შეხედე და აი ამაზე საკუთარ თავზე მუშაობაზე, ну საქმეებზე, გეგმებზე, იმაზე, ამაზე და ასე, მაგრამ თუ ქრისტიანებას მებრუნდებით, იქვე წერია რომ ნუ იფიქრებ, რა 7 წელში რა იქნება, მე დღევანდელზე ვიფიქრე და. დიდი მადლობა, რომ გვიმასპინძლე და ჩვენს მაყურებელთან ერთად დაიწყე დილა. მადლობა თქვენ, არ ვიცი ხარ რამდენად დილის საუბრები იყო და რამდენად საინტერესო იყავი, ცოტა ბევრი ვილაპარაკე და ეს იყო ერთ-ერთი იცი რა მე სხვა დროს თუ მკითხავენ უცნაურ დილას ამას მოვყვები, იმიტომ რომ ეს დილა მქონია ჯერ რამდენი ველაპარაკობს და დილას თუ მქონი ყოველდღე და ძალიან კარგი, მადლობა. მადლობა და მადლობა თქვენს მაყურებელს.